დიდი მადლობა გიორგი ქუფარაშვილი, მექანიზირებული პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი. დიდი მადლობა გიორგი შენი დროისთვის, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მადლობა რა თქვენ. თქმა უნდა, პირველი კითხვაც ის არის, რაც ყველას გვაწუხებს და მთელი მსოფლიო ამ თემაზე საუბრობს, ცხადია. როგორ მიდის საბრძოლო მოქმედებების თეატრზე პროცესი? რა ხდება ახლა მთელ აი ამ ფრონტის ხაზზე? ნუ ერთი სიტყვით მოკლედ მაგას ვერ იტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი პერიოდი ფაქტურად შეიძლება ითქვას ASS არის შეჩერდა, დასტაბილურდა ვითარება ფრონტის ხაზზე. აა თანამავდროულად რუსებმა მოახდინეს პირადი შემადგენლობის გადასროლა სხვა მიმართულებაზე, ეს არის კურსკის მიმართულებაზე გადასროლა მოახდინეს, რადგან მაქსიმალურად ცდილობენ ეს რამოდენიმე დღე არის, რომ მოჭრან კურსკში შეჭრილი ქვედანაყოფები. ძირითადად ეხლა მომარაგების, ანუ სიცოცხლის გზას ეგრეთ წოდებულ სიცოცხლის გზას, ეს არის ლოგისტიკური უზრუნველყოფის გზა. ცდილობენ ამ გზაზე მოუჭრან ძირითად ქვედანაყოფებს, რომელიც შესულია კურსკის რეგიონში, რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ის დასტაბილურდა და მოახერხეს აღდგენა ისევ. ვითარება მაინც დაძაბული არის და ფაქტურად ყოველ დღე ყოველ საათობრივად იცვლება. გიორგი, აუცილებლად უნდა კითხო, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომ თავიდან, როდესაც რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში, ესეთი მოლოდინი ჰქონდათ რუსებს, რომ სამ დღეში აიღებდნენ უკრაინას, კიევში რეჟიმს შეცვლიდნენ და მათთვის სასურველ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და რეჟიმს დაამკვიდრებდნენ. როგორ შეიცვალა, რა ხდება აი ამ 3 წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა თვითონ ეს ყველაფერი და როგორ დაახასიათებთ, რა შეფასებას მიცემდი შენ თვითონ ამ ომს? ან პირველ ომის რიგში 3 წლის მათ თავზე. პირველ რიგში მას ვიტყოდი, რომ ეს 3 დღე გათვლილი იყო იმ მონაცემებზე და იმ მდგომარეობაზე, რაც თუ რუსებს გააჩნდათ. შესაძლებელია ის 3 დღეც, რავი, ერთი კვირაც, მაგრამ ეს ყველაზე დიდი ფაქტიურად გადამწყვეტი როლი ითამაშა ეროვნულმა ერთობამ. ეს ეროვნული ერთობა რო არ შემდგარიყო ომის დაწყების პერიოდში, პირველ დღეებში, შესაძლებელი იყო მართლა მოხდენოდა ის, რომ კურსკს გაეკეთებინა ოკუპაცია მთლიანი ტერიტორიის. ანუ კიევში შემოვიდოდნენ, დაიკავებდნენ, ფაქტიურად გრავიტაციის ცენტრად ითვლებოდა რა სამხედრო ხელოვნებაში მიღებული არის, რომ აი დედაქალაქს რო აიღებ, თქვათ უკვე всё ქვეყანა დამარცხებული ასე თუ ისე, მაგრამ ეგრე არ ხდება. ეს იყო ძველად, ხო? დედაქალაქს აიღებდნენ, მეფეს მოკლავდნენ ამ ხედავთავას და ომი დამთავრებული იყო. არა, ეს ნელ-ნელა საუკუნეების და წლების მანძილზე ეს შეიცვალა. აქ უკვე აღარ თამაშობს როლს ბოლო 20 წლის, 30 წლის პერიოდმა ომებმა გვანახა, რომ გრავიტაციის ცენტრი ამ სამხედრო ხელოვნებაში უკვე აღარ არის დედაქალაქი. შეიძლება პიროვნებაც აღარ არის უკვე. აქ შეიძლება დედაქალაქი აეღოთ 3 დღეში, მაგრამ თვითონ სახელმწიფო, თვითონ ერი არ შეწყვეტდა ბრძოლას და გადავიდოდა პარტიზანულ მოძრაობაზე, როგორც მაგალითი იყო ჩეჩნეთი. იგივე აღმოსავლეთში ერაყი და ასე შემდეგ, ხო? აქ ბევრი ფაქტორი არის. დიდი როლი რო თქვა, ეს ითამაშა ეროვნულ სიმტკიცემ, ერთობამ, ერთიანობამ. არმიამ თავდაპირველ ეტაპზე შეასრულა თავისი როლი, ანუ მტკიცედ დაუდგა და ერიც რაც დაინახა ესა, რომ პრეზიდენტი არ გაიქცა, მთავრობა არ გაიქცა, არ ჩამოიშალა სისტემა, სტრუქტურა, რა თქმა უნდა, ხალხიც დადგა. და მოყვა შესაბამისი რეაქცია. ამან გამოიწვია ეს სიძლიერე, რაც საჭიროებოდა. რა თქმა უნდა, უკრაინის არმიას კიდე ერთი დიდი ფაქტორი ის ჰქონდა, რომ სადღაც მილიონამდე უკვე გამოვლილი, ეს 2014-დან 2022-მდე გამოვლილი პირადი შემადგენლობა ყავდა, ხო, ეს ვეტერანები, ეს მოქმედი სამხედროები და ასე შემდეგ. რომელიც ასე თუ ის უკვე მზად იყვნენ ფართომასშტაბიანი ფსიქოლოგიურად მაინც და ესე რომ შევხედოთ სამხედრო გაწვრთნის თვალსაზრისით გამოცდილება მიღებული იყო ეს ხალხი. ამანაც უდიდესი როლი ითამაშა. იმ გადმოსახედიდან, როგორც ხა თქვენად თქვით,
თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ის არის ფართომასშტაბიანი ომი, სრულმასშტაბიანი ომი, სადაც მონაწილეობდა ყველაფერი, ყველა სახის შეიარაღება, ყველა სახის სახეობები ჯარების. ძალიან რთული იყო. გახსოვთ თქვენ რამონ 2 წლის უკან, უფრო ხო 2 წელიწადნახევრის უკან, როცა იყო ეს აქცია, რომ კონტრშეტევაზე უნდა გადასულიყო უკრაინის არმია, რასაც სამწუხაროდ ძალიან საინფორმაციო გაფართოება მოხდა, რომ აი რა როდის იწყება და როდის არ ხდებოდა, ხო? ეს შეცდომა იყო. ნუ სამწუხაროდ უკრაინულ არმიამ ვერ შეძლო ამ ფართო მასშტაბიანი ოპერაციის დროს, რუსეთის მხრიდან ომის დროს ამ კონტრშეტევაზე გადასვლა. რაღაცა მომენტებში აღადგინა სტატუსი, ძალიან დიდი ტერიტორიები დაიბრუნა, მაგრამ გარკვეულ ზღუდეზე უკვე გაჩნდა, თუ რა ქვია, რესურსები იყო საჭირო. როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა იყო საჭირო, როგორც და ასევე გარე ქვეყნებისაგან, ხო, როგორც დასავლეთის ქვეყნებისაგან. ამას ჭირდებოდა დრო, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა უკრაინამ, ძალიან რთული პერიოდი. იმიტომ ამან იქონია გავლენა როგორც არა მარტო სამხედროებზე, პირველ რიგში ესე რომ ვთქვათ, სამოქალაქოებზე, ხო ძალიან ბევრი უდანაშაულო სამოქალაქო პირი დაიღუპა ამ ომში. მიუხედავად იმისა, რომ ესენი არ არიან სამხედრო მიზნები, რუსეთისთვის სულ ერთი იყო, ხო? თქვენ ყოველდღე ხედავთ, როგორ მიაქვთ სარაკეტო, საჰაერო დარტყმები ამ სამოქალაქო ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე. ძირითადად დარტყმა ინფრასტრუქტურას ცდილობენ და სამოქალაქეების დაშინების მიზნით, ესაც ფსიქოლოგიური თავისებული ზეგავლენაა, რომ აიძულოს თავისივე სახელმწიფო წავიდეს მოლაპარაკებებზე. ძალიან რთული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა. გიორგი, რამდენიმე კითხვა რა თვითონ ამ უშუალოდ ომთან დაკავშირებით. პირველი, რა შეიცვალა ამ 3 წლის თავზე, ასე ვთქვათ, ომის ხასიათში? ჰაერზე, ხმელეთზე და ზღვაზე. ანუ მესმის, რომ ძალიან ფართო და ზოგადი კითხვაა, მაგრამ ჰაერის შესახებ პირველივე დღიდან იყო მოლოდინი, კი არა, მოთხოვნა იმისა, რომ საჩაკეტილიყო და ესცა დარჩა მაინც ღიად, თუმცა რაღაც დომინანტი არ ვიცი ხო ვინ არის, ხო, იქნება შენ გითხრა და ზღვაზე შეიცვალა ვითარება, ხო, და ხმელეთზე იცვლება ყველა. რა თქმა უნდა, გიორგი, ვიტყვი ერთს, რომ ფაქტიურად მოხდა ახალი ხელოვნებისა და მეცნიერების ჩამოყალიბება, ანუ ტაქტიკა შეიცვალა მთლიანად, სტრატეგია შეიცვალა მთლიანად. ომის მოქმედების პირობები შეიცვალა ბრძოლის ველზე აბსოლუტურად მთლიანად. მოდი იმ მომენტს გავიხსენოთ, როდესაც ომის დასაწყისში, როცა ფაქტიურად მასობრივი შემოსვლა დაიწყო საჰაერო მიზნების, როგორც ავიაციის, ვერტმფრენების და თვითის მომენტით, როდესაც სამწუხაროდ მე ესე რომ ვთქვათ, მარიუპოლის აღებისას, ესე რომ ვთქვათ, როცა და მარიუპოლი მოაქციეს ალყაში, ფაქტურად ვიტყოდი ერთს, რომ მარიუპოლის აღება და მასში მონაწილეობა, ის სამხედრო ტაქტიკა იყო, მოქმედებები აბსოლუტურად შესრულია დღესდღეობით. აბსოლუტურად. ის სხვა ომი იყო, ეხლა სხვა ომი არის. ვიტყვი იმას, რომ ფაქტურად 2023 წლის აგვისტოში უკვე შეიცვალა, აი ამ ივლისი-აგვისტოდან შეიცვალა მთლიანი სამხედრო მოქმედებების სისტემა. ეს განაპირობა შემდგომ. პირველი პერიოდი ეს იყო კლასიკური მოქმედებები, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, პროფესიონალი არმია მოქმედებდა. ძალიან დიდი დანაკარგები იყო, თქვა, ჩვენი მხრიდან, რუსების მხრიდან, მაგრამ 2023 წლის გაზაფხულზე მოხდა რადიკალური ცვლილება. ეს იყო ტექნოლოგიური ცვლილება. მაგალითად, როგორც გამოიწვია FPV დრონებმა, ხო? კამიკაძე დრონები, FPV დრონები, სადაზვერო დრონები. ეს რაც შეეხება საჰაეროს. როდესაც ამერიკა და დასავლეთი დაეხმარა უკრაინას, რა თქმა უნდა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ავიაციის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული და ეს ავიაცია ჩაახშო ერთ პერიოდი. მაგრამ ვერაფერს უშვებოდით იმ საჰაერო მიზნებს, როგორიც არის რაკეტები, შაჰედები და ასე შემდეგ, კალიბრი, ისკანდერი, საკმაოდ რთული იყო, ხო, და უკრაინამ მიიღო ეს დახმარება პეტრიოტის სახით და სხვადასხვა უცხოური საჰაერო თავდაცვის სისტემების სახით.
ეს ასე თუ ისე დასტაბილურდა. შემდეგი პერიოდი ეს იყო სულთა პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით შეცვლილი. ანუ ის მოქმედებები, რაც კლასიკური სამხედრო განათლებით და მოქმედებებით ამ საუკუნეების და წლების მანძილზე ქონდა მიღებული რუსეთს, იგივე ჩვენ, ეს იყო ორი ქვეითი ქვედანაყოფის, თავის მექანიზირებული ქვედანაყოფის და კლასიკური ბრძოლა. შემდეგი დიდი გარდატეხა ამ ტაქტიკურ მოქმედებაში შემოიტანა, უნდა ვაღიაროთ და თქვათ ესე რომ დიდი გამოცდილება, რაც ჩვენც მივიღეთ და რუსებმა, ეს ამოვიდა რუსების მხრიდან ვაგნერი. ვაგნერმა აბსოლუტურად შეცვალა ტაქტიკა მოქმედების ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღეთ ეს ტაქტიკა, მოხდა ჩვენი მხრიდან ასევე ცვლილებების შეტანა, მაგრამ შეგიძლიათ პირველები ცოტა დაგვიკონკრეტო, აი რა ცვლილება შემოიტანა ვაგნერმა? ანუ შესაძლოა ვიღაცამ არ იცოდეს ახლა სპეციფიკურად და იქნება ნუ ეს ახლა ამას დიდი საკმაოდ დიდი თემა არის ეს რო გახსნათ. ეს ფაქტურად ხდება ყველაზე დაბალი რგოლიდან, ათეულის დოლიდან, რგოლიდან, თქვათ ასეულის დონამდე. ადრე ხდებოდა როგორ ასეული გადადიოდა შეტევაზე, ხო? ანუ ფართომასშტაბიანი ესე ოპერაცია იყო, თქვათ იერიშზე, ობიექტზე იერიშის მიტანა. ვაგნერმა შემოიტანა ის, რომ მან შეამცირა ჯგუფები, ჩამოვიდა თქვა 20-ულებამდე, მერე საცეცხლე 10-ულებამდე საცეცხლე ჯგუფი და პატარა ჯგუფებით მოქმედებდა. ესე რაც შეეხება ქვეითს, ანუ გააკეთა ტალღები. იმის მიუხედავად, რომ მათ საკმაოდ დიდი ადამიანის რესურსი ჰქონდათ, პატარა ჯგუფები მიდიოდნენ წინ, თქვა თავარი იყო რაღაცა ტერიტორიაზე შესულიყო და ეკავებინა. მერე შემდეგი. ანუ ტალღებად მოდი ეს ჯგუფი თქვა ნადგურდებოდა, არაოს ეს იყო ჩვენი მხრიდან ესე რომ უკრაინული შერეღების ძალების გამოფიტვაზე იყო მუშაობა. ვაგნერი მუშაობდა გამოფიტვაზე. ანუ უკრაინას მხარესაც ცოცხალი ძალა ეკარგებოდა ამაში, ხო? იმას საკმაოდ მეტი ქონდა და უბრალოდ იყო გამოფიტვა. მერე თვითონ ტაქტიკაში შევიდა ცვლილებები. ობიექტზე იერიშის მიტანა, ანუ სამხედრო თვალსაზრისით ტაქტიკურ დონეზე აბსოლუტურად შეიცვალა ტაქტიკა. თვითონ ქვედანაყოფის მოქმედების. ადრე თუ თქვაზე 100 კაცი მოდიოდა შეტევაზე, მერე შემცირდა, დღესდღეობით ფაქტურად ახალ სამხედრო ტაქტიკურ მოქმედებაში აღარ არსებობს ეგეთი, თქვა, წინახაზე აღარ არის 100-ულის საყრდენი პუნქტი, 20-ულის საყრდენი პუნქტი. ეხლა მაქსიმუმ ეს არის 10-ული, ისიც 2-3 კაცად გაშლილი. ფაქტურად რაც 100-ულს ეკავა, შეიძლება 10-ულმა დაიკავოს. ანუ ეს არის სათვალე პუნქტები, პირველი პუნქტები, სადაც ხდება ბრძოლა. ქვეითი დღესდღეობით, ადრე თუ ქვეითი მასიურად მოქმედებდა და შეტაკება იყო საცეცხლე პირდაპირ შეტაკება, მოქმედებდა მოწინააღმდეგის გახსოვთ артиლერია, ხო, რუსების артиლერია ძლიერად მუშაობდა. დღეს ფაქტურად артиლერია გაიხია უკანა პლანზე, ძალიან უკვე ესე რომ ვთქვათ, ისე იშვიათ მომენტებში, კერძო მომენტებში, როცა ვთქვათ მასიური შეტევასთვის ემზადებიან, მაგრამ მასიური შეტევა დიდი ხანია არ ყოფილა მასშტაბის, რაც 2023 წლამდე იყო. აკვიდახი რაოდენობრივად, ხო? ტექნიკა, ხალხი ერთდროულად. ეხლა ძირითადად მოქმედებს ყველაზე საშინელ მდგომარეობაში არის ქვეითი. იმიტომ რომ მუშაობს რა, ჯარისკაცის, იმის მაგრად ორმა ჯარისკაცმა ერთმანეთზე ომოს. ეხლა ქვეითის საწინააღმდეგოდ მუშაობს FPV დრონები, ანუ ტექნოლოგია. ანუ ადრე თუ ჯარისკაცზე იხარჯებოდა საკმაოდ დიდი დრო მომზადებაში, ფინანსები ჯდებოდა საკმაოდ დიდი. შეიძლება ადამიანი ყოფილიყო სრული პროფესიონალი, ხო, ვთქვათ 10-15 წლიანი გამოცდილებით. ეხლა ამ 15 წლიან გამოცდილებიან სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება გაანადგუროს ერთი თვის უკან მოსულმა ახალგაზრდამ, რომელმაც ისწავლა კომპიუტერზე ჯოისტიკზე მუშაობა. ან VR სათვალეებით მუშაობა, ხო? всё ის არის რაღაც გარკვეულ მანძილზე და გიხოცავს ამ პირად შემადგენლობას. ესე რომ ვთქვათ, ეხლა პირობებში არის ქვეითი, ეს არის ამტანიანობაზე მუშაობა. ქვეითი ვერაფერს, ანუ პირდაპირ საცეცხლე შეტაკება უკვე იშვიათი, ძირითადად დრონებით ანადგურებენ მოწინააღმდეგეს.
ერთმა ორივე მხარეს. ადრე თუ ტექნიკა მოდიოდა, ტექნიკის გაჩერება ეხლა უკვე ადვილი არის. ააფრენ დრონებს, გაუშვებ, ეგრევე ხდება მოქმედება. ეს დაიწყო ცვლილება ფაქტურად ყველა დონეზე, საშტატო ცვლილება, სტრუქტურული ცვლილება მოხდა, როგორც ათეულის, 20-ეულის, 100-ეულის დონეზე. ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, მაგალითად ადრე თუ იყენებდი ჯაველინებს, პეტერკას სისტემებს და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი შეცვალა, თუ იყო ტანკსაწინააღმდეგო 20-ეულია, ტანკსაწინააღმდეგო ქვედა ბატალიონი, დღეს ეს შეიცვალა საფრენი ქვედანაყოფით. ანუ ტანკსაწინააღმდეგო შეერაღება გადაიტანეს თვითონ იმას FPV დრონზე, რომლის ფასი, თავი ბოლო, $300 ჯდება. როდესაც პეტერკა სისტემი ჯაველინები შეიძლება ასეულობით $1000 იყოს, ხო? ეს უფრო იაფი არის, უფრო ეფექტური არის და ბევრია. ძალიან ბევრია. ფაქტურად ერთდროულად ხდება დაზვერვა, საჰაერო დაზვერვა, თვალთვალი და ერთდროულად ხდება ასევე როგორც ლოგისტიკა მიწოდებით და NRK სისტემას ვეძახით, ეს არის სახმელეთო რობოტიზირებული კომპლექსები, ასევე ფინავი სხვადასხვა აპარატები, როგორც დრონი, FPV, Mavic-ი, რა ვიცი, ბევრი არის უკვე. იო, ამან და ესეც ასევე გამოიწვია ფონდის გამოიყენება. ხაზზე შედარებითი, აბსოლუტურ შედარებითი ასე ვთქვით, მდორეს მასში გადასვლა რაღაცა. არა, მდორე მდგომარეობაში არა. პირიქით. პირიქით გამოიწვია უფრო მეტი მსხვერპლი, უფრო როგორ იქნება ესეთი მძიმე დაზიანებები. ჟესტოკეს ხო, სისასტიკე. სისასტიკე, ხო. გამოიწვია უფრო მეტი სისასტიკე და უზრუნველყოფაც უკვე რთული არის. ანუ თუ ჩვენ ადრე ტაქტიკურ ისევ ტაქტიკას ვეხებდი ტაქტიკურ დონეზე, თუ მაგალითად გაყავდა სამხედრო მოსამსახურე, მიიყვანდი პირველ ზღუდეზე, 0-ზე, ეგრეთ წოდებულ 0-ზე, გადმოსხვავდი, არტილერიის მოწინააღმდეგის არტილერიის დრო ქონდა 2 წუთი, თქვა 3 წუთი, გადმოგესხვა, ევაკუაცია გაკეთებინა, ან მიგეწოდებინა საბრძოლო მასალა და გამოსულიყავ. დღესდღეობით ეს ფაქტურად უკვე შეუძლებელია. ანუ როცა ჯავშან ტექნიკას ვიყენებდით კლასიკური გაგებით, ის დამთავრდა 2023 წლამდე, 2023-დან უკვე ჯავშან ტექნიკამ დაიწყო როგორც ტაქსად გამოყენება, მიყვანა გადმოსხლა და წამოსვლა ან დაჭრილის გამოყვანა, დღესაც ასე თუ ისე ხერხდება, მაგრამ ეს ადრე ხდებოდა, თქვა კაცი რომ დაიჭრებოდა 2-3 წუთში ქოითი საბრძოლო ჯავშან მანქანა უკვე გადიოდა, რომ ევაკუაცია მოეხდინა, ხო? ადგილიდან. დღესდღეობით უკვე, იმიტომ რომ ტექნოლოგია შეიცვალა, ომის წარმოების ტექნოლოგია და ტაქტიკა შეიცვალა, ანუ ადამიანი უკვე რო დაიჭრება, თქვა შეიძლება მძიმედ დაჭრილი იყოს, მისი გამოყვანა ვერ ხერხდება უკვე 3 და 1 საათში, 8 საათი დღეც ყოფილა 24 საათის განმავლობაში, რომ ადამიანი ვერ გამოყავს პოზიციიდან. ამისათვის დაიწყო რა, ვინც იმყოფება მასთან ერთად, ის უნდა იყოს საკმაოდ კარგად მომზადებული მედიცინაში, საბრძოლო სამედიცინო წვრთნა უნდა ქონდეს გავლილი იმ დონეზე, რომ იმ ადამიანს 24 საათი თვითონ მოუაროს იქა, ხო? ანუ მეტი ცოდნა ჭირდება, ვიდრე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ანუ მეტი ცოდნა ჭირდება. ხო, მეტი რომ უნდა იცოდეს, ეს რა თქმა უნდა იწევს უფრო მეტ დროს მომზადებაში, ხო? ანუ თუ არის თქვა სიტუაციაზე გათვლილი საბრძოლო მომზადება ჯარისკაცის თქვა 2 თვე, ანუ ესეთი უკაცრავად ესეთი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მოემზადოს უფრო მეტი. ჭირდება კიდე დამატებით თქვა 2 კვირა. აქ მარტო სამედიცინო მომზადებაც არ არის, ხო, აქ არის ასევე რების სისტემა, ეს რადიოელექტრონული ბრძოლას, იმიტომ რომ უნდა ჩაახშოს. ანუ რო ჩაახსოვს, მან უნდა იცოდეს ამ ტექნიკის სწორი გამოყენება ტექნოლოგიურად. არის ბევრი ხრიკები შემოვიდა, გამოიყენა ორივე მხარემ, რამაც აბსოლუტურად რადიკალურად 180 გრადუსით შემოატრიალა სხვა მიმართულებაზე სამხედრო ანუ ჯარისკაცის მომზადება. ეს დიდი დრო ჭირდება უკვე, იმიტომ რომ ტემპი, ბრძოლის ტემპი სხვა არის, აბსოლუტურად სხვა არის. ადრე თუ რუსები მაგალითად ჩვენ მის ავიაციას ვანადგურებდით, უკვე აღარ მერე დაიწყეს გახსოვთ ალბათ ეს კაბრირებული სროლა, ხო? როცა შემოდის აქტის პიკირებას, ფაქტურად ისვრის ტრაექტორით და
ფშორდება, იმიტომ რომ არ მიუწვდეთ. მაგრამ იმათაც ეს კაბრირებული სროლა არაეფექტური არის. დაიწყეს ამისათვის იგივე ესეთი პირობები იყო ფაბები, როცა ავიაცია მაგალითად მარიუპოლში შემოდიოდა პიკირებას აკეთებდა თავზე გაგდებდა ამ 500 კილოიან, ტონიან, 2 ტონიან და 3 ტონიან ბომბებს, ეხლა უკვე ვეღარ აკეთებს ის პიკირი, ვერ მოდის შენამდე, ამისათვის უფრო გაზარდეს უსაფრთხოებისგან და გააკეთეს კაბები. ანუ ფრთიანი ბომბები, ხო? რომელიც ასე თუ ისე მერეში იყო არაზუსტი. მერე ასევე დაამატეს უკვე GPS სისტემები და გახდა უკვე მართვადი კაბები. ეს იზრდება დისტანცია. ანუ ჩვენ მათ საწინააღმდეგოდ ასევე უნდა მივიღოთ რაღაც სისტემა, ხო? იგივე სიტყვაზე ასე რა ორლანის სისტემა, ძალას დასადაზვერო ფრთოსანი აპარატები, რომელიც მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს 6-7 კილომეტრის სიმაღლეზე, ჩვენი სისტემები ვერ წვდება. ანუ ის რას ძახი ამ სტინგერი და იგლას და ვერ წვდება. ვერც ასა. ასას როგორ ჩართავ, ეგრევე თქვა შეიძლება დაიჭირონ, ხო? ანუ ისინიც ვითარდებიან. ამისათვის მაგალითად ჩვენ ახალი ხრიქს მივმართეთ. გავაკეთეთ იაფასიანი დრონი, რომელსაც სიმაღლეზე ვწევთ, ნუ ადრე თუ დავსდევდით ამ უპილოტო საფრენ აპარატს და ჯოხით ვაგდებდით, ეხლა უკვე შევძელით რომ გავუკეთეთ მაგალითად ფეთქებადი ნივთიერება და მე უკვე აღარ არის საჭირო რომ ზედ მიხვიდე და დაარტყა, უბრალოდ მიახლოებისას თვალზე ვიძახი რამოდენიმე მეტრის დისტანციით აფეთქება შეიძლება მოხდეს და თუ გამოყავს. ანუ ტექნოლოგიურად ყოველდღიურად იცვლება. დრონები გახსოვთ, ჩვეულებრივ მავიკები დაიწყო სამოქალაქო კვადროკოპტერებით. აქ ამას ასევე პროგრამა აქვს, რომ როგორც კი ააფრენ ოპერატორიც ჩანს და დრონიც. ანუ ასევე დაიწყო IT ტექნოლოგიაში ცვლილება. ანუ IT-შნიკებმა შეძლეს პროგრამის გაკეთება, რომ ის არ ჩანდეს. მაგრამ შენ უნდა ხედავდეს შენსას, ხო? ესაც IT-ის მიმართულებით განვითარება არის. ანუ ყველა დრონი რაც კი არსებობს, შენ უნდა პროგრამულად მისი პროგრამა შეცვალო. გიორგი, ზღვაზე რა შეიცვალა? ზღვაზე საკმაოდ ის შეიცვალა, რომ ქვეყანას, რომელსაც უკვე ფლოტი საწყისშივე არ აყავდა, ანუ განადგურდა ფლოტი, ფაქტობრივად უკრაინამ გაუნადგურა მთელი ფლოტი, ნუ საზღვაო შავი ზღვის ფლოტი რუსეთს. ისევ და ისევ ახალი სარაკეტო საზენიტო ტექნოლოგიებით, მართვადი რაკეტებით, რომელიც ნეპტუნის დისტანცია გაზარდეს, ფაქტობრივად ფლოტი ესე რომ თქვა არ აკავს და უნადგურებ მოწინააღმდეგოს მისვე ფლოტს. შემოვიდა ახალი ტექნოლოგიები, იგივე NRK, ხო, როგორც არის ხმელეთზე რობოტიზირებული, ასევე არის წყალში მართვადი რობოტიზირებული უპილოტო აპარატები, თქვა გაკეთებული ნავი, რომელიც შედის და კამიკაძე დრონი იგივეა, რომელიც ფეთქდება. მაგ მიმართულებითაც ბევრი სხვადასხვა ცვლილებები მოხდა, აბსოლუტურად. დიდი როლი ითამაშა იგივე აი Starlink-მა, კავშირმა, კოდირებამ და ასე შემდეგ. ორივე მხრიდან ხდება ეს, ისევ და ისევ ვიძახი, ეს არ ხდება რაღაც წელიწადში ერთხელ. ეს ყოველდღიურად იცვლება და ყოველდღიურად უნდა მოასწრო მისადაგება. ანუ საწინააღმდეგო ტაქტიკის ტექნოლოგიის შექმნა. ამას იმიდან ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგა ზღვაზე სარაკეტო სისტემების გემები, რომელიც უშობდა რაკეტებს, მოუწიათ უკვე უფრო დისტანციაზე გასვლა, მოშორება, ხო? და ნოვოროსიისკში გავიდნენ ბოლოს როგორც მახსოვს. ანუ მანძილი გაიზარდა. ეს მოქმედებს, აბსოლუტურად მოქმედებს, სიზუსტეზეც მოქმედებს. რავით, ყველაფერი შეიცვალა. მოკლედ, რო გითხრათ, ყველაფერი იცვლება და ყოველდღიურად იცვლება. გიორგი, უნდა კითხო აუცე Starlink-ი ახსენე შენ რამდენჯერმე და აი ეს ბოლო მოვლენები, რომელიც უკავშირდება მათ შორის აი ამ განცხადებებს Starlink-ის გათიშვაზე და ზოგადად აი ამ კავშირგაბმულობის სისტემაზე, ეს როგორ ისახება? ან უკვე აისახა თუ არ მინდა რომ რაღაცა მოვლენებს დავასწრო, არ მინდა რომ რაღაცა ისეთი გითხრა რაც ზღვარზე არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თუ რამის თქმა არის შესაძლებელი, იქნებ გაგვიზიარო ესეც რა. თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია ამის თქმა, თუ არა. ნუ ერთს ვიტყვი რომ რა არის იცით უკრაინამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო.
მე ვიტყვი რომ ფაქტურად ორი ქვეყანა არის დღესდღეობით დედამიწაზე, ვისაც აქვს აი ესეთი უდიდესი გამოცდილება, ეს არის უკრაინა, ეს არის რუსეთი. სამხედრო თვალსაზრისით, ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ესეთი გამოცდილება არც ამერიკას გააჩნია, არც ევროპულ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნია. აბსოლუტურად, იმიტომ რომ მასთან მე ხშირი ურთიერთობა მაქვს, მაგათი საკმაოდ უდიდესი გამოცდილება აქვს უკრაინელებს მიღებული. კავშირგამოვლობის თვალსაზრისით, Starlink-ის გარდა ამათ გააჩნიათ კიდე სხვა ბევრი სისტემები, რაც თუ სიტყვაზე აბსურდია, მაგრამ რომც მოხდეს, არის სხვა სისტემები, რომლებიც მუშაობს. ესეც ახლა ეს პოლიტიკური ისეთი განცხადებები არის, რაც შეეხება აი გავთიშავთ და იმას. ეგრე არ არის. ეგრე არ ხდება, რომ შენ ადგე და გათიშო. არის გარკვეული პირობები, რაზეც ვერ გააკეთებენ მაგას. და რომც თქვა თეორიულად დაუშვათ, რომ მოხდეს ეგეთი რამე, არის საკმაოდ დიდი და კარგი უკვე ტექნოლოგიები, რომელიც მოქმედებაში, რომელზეც შეუძლია თავისუფლად ჩაანაცვლოს იგივე Starlink-ის სისტემები. კი, ეს პერიოდი 2022 წელი ეს იყო ნიუ-ჰაუ, ხო? აბსოლუტურად ახალი რაღაცა, რაც მარტო უკრაინაში კი არა, მთლიან სამყაროში შეცვალა ამ Starlink-ებმა. კავშირი. კავშირი არის მართვა და კონტროლი. დღესდღეობით მაგის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ დაიწყო მასზე მუშაობა. კი, პირველი, ესე რომ ვთქვათ, მარკეტზე, ბაზარზე შემოვიდა Starlink-ი, მაგრამ არის უკვე ბევრი საკმაოდ, რომელიც ბევრი ქვეყანა აწარმოებს. იმის არ იყოს, რომ ჩინეთმა თავარი ერთხელ დაინახოს და მერე უკვე, ესე რომ ვთქვათ, კონვეიერად ბეჭდავს ყველაფერს. ძალიან დიდი განვითარება გამოიწვია არა მარტო სახელმწიფო დონეზე, როგორც იტყვიან კონსტრუქტორულ ბიუროების წარმოება და ის, არამედ თვითონ ინდივიდუალური ადამიანების დონეზე. ანუ ჩვეულებრივი პიროვნებებს, როგორც ჩვენ ვეძახით ჩვენ სფეროში გარაჟში გაკეთებული, საკმაოდ დიდი ტექნოლოგიები შეიქმნა თანამედროვე. მოდი ისე ვავიღოთ, აი დრონები იყო, ხო? რომელიც უბრალოდ დაფრინავდა და ეს იყო კონტროლის და მართვის ერთ-ერთი მეთოდი. მერე ეს დრონები, კვადროკოპტერები გარდაიქმნა ფრინავ აპარატებად და ბომბდამშენებად, რომელზეც შეიძლება ჩამოგდება. მერე გარდაიქმნა FPV დრონებად, კამიკაძე დრონებად. ეს კამიკაძე დრონებიც კიდე შეამცირეს ესე რომ ვთქვათ, ფასი, იმიტომ რომ ხალხს ატომაც გონიათ, რომ აი კამიკაძე დრონი 100 ცალი გაქვს და 100-ვე მუშაობს. არა, 100-დან შეიძლება 50-მა იმუშაოს. ბევრი მიზეზის გამო. ამით არ შეგიწყოს ხელი, იფრინა ბატარეიკა, დაჯდა ბატარეიკა, თქვა არ არის დახვეწილი, აფეთქდა, დაიწვა, იქ არ გეყო მანძილი, გამოუცდელი ოპერატორი. დაიწყეს ახალი დრონების შექმნა, რომელიც უკვე მაგალითად არის დრონი, რომელიც ადრე თუ კამიკაძე იყო, ეხლა ეს დრონი გაფრინდა, დაბრუნდა, არ გამოიყენე, დააბრუნე უკან. შემდეგი თაობა წამოვიდა, ეს ეხლა დაიწყო, რაც შეეხება ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით. ეს აბსოლუტურად ახალი თაობა არის, როდესაც დრონი დაფრინავს, ჩვენი ძულებული ვიყავით, შეგვიქმნათ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა, რები რო ჩაეხშო და არ მოხდარიყო, თქვათ, მიზანზე მიღწევა. შემდეგმა განვითარებამ გამოიწვიეს ბოჭკოვანი, ხო, ეს კაბელით მართვადია. კაბელით მართვაც ახლა ვერ გაეკიდებინა და მაკრატლით ვერ გადაჭრი. მაგრამ მაგერმას ტაქტიკა გამოიყენეს, რომ კაბელი რთულია ცოტა მართვა, რა მანევრებსაც აკეთებდი FPV დრონებით, უკაბელოდ და იმ სისწრაფით ვეღარ აკეთებ. მაგრამ მართვადი არის და შეგიძლია ახალი ის, რომ მიიყვანო რაღაც წერტილამდე, დასვა და გათიშო. всё. ის ფაქტობრივად დანაღმულად არის, როდესაც საჭირო მას გააღვიძებ და ააფრენ. ანუ ტყილა არ ხარჯავ, ეს რესურსების შენახვა ასე. გიორგი, უცებ უნდა გკითხო კიდე ესეთი კითხვა, რაზე არის დამოკიდებული, ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე სურათის შეცვლა ახლა? არ გულისხმობ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ანუ წმინდა სამხედროზე გეკითხები, ამით, იმიტომ რომ ანუ ორივე მხარემ პრაქტიკულად ყველაფერი აითვისა. რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც შეცვლის ბრძოლის ველის ბედს, ასე ვთქვათ. გიო, ნუ ესე რომ ვთქვათ, რაც არ უნდა ტექნოლოგია განვითარდეს, რაც არ უნდა ყველაფერი მოხდეს,
მაინც საჭირო ადამიანის რესურსი. ეს არის ქვეითი. კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც არ უნდა ბევრი ტექნოლოგია შეიცვალოს, რაც არ უნდა მეტი იყოს ეს შეერაღება, თუ ქვეითი არ არის და ის არ არის მზად ბრძოლისათვის, ჩვენ ვერც წინ წახვალ, ვერც დაიცავ, ხო? ანუ ორივე მხარეს ექნება ეს ტექნოლოგია ერთმანეთს ებრძოლები, ვერც წავი, ვერც სხვა. ამისად ქვეითი არის ცოცხალი ადამიანის რესურსია საჭირო. პირველ რიგში ეს არის ძალების ადამიანის რესურსის მობილიზება, მისი გაწვრთნა აბსოლუტურად ამ მანახა რომ ჯარისკაცის მომზადება უნდა იყოს აბსოლუტურად საკმაო დიდ დონეზე. ყოველდღიურად ეს ცვლის ტაქტიკას, ეს ცვლის ჯარისკაცზე მოთხოვნას. ის რაც ადრე ამერიკა მაგალითად ამზადებდა, ჩვენ გვახსოვს, ჩვენს კარგად გახსოვს, თუ როგორ იყო მომზადება ამერიკული ჯარისკაცების ჩვენთან საქართველოში, უკრაინას, სხვა ქვეყნებში, ეს აბსოლუტურად შეიცვალა. ანუ ის ბრძოლის წარმოება დაწყებული რასაც იყენებენ ამერიკელები ავღანეთში, ერაყში და სხვა გამოცდილება ქონდათ, ეს აქ არ მოქმედებს აბსოლუტურად. ფაქტიურად გაუქმებულია. ეს პარტიზანული მოქმედების წინააღმდეგ, როგორც თალიბებთან ან ერაყში იყენებდნენ, ეს აქ არ გაჭრის. ვერანაირად, აქ უკვე სრულ მასშტაბიანი არის. აქ ყველაფერი მუშაობს. იგივე აქ შემოწინააღმდეგეს. ამიტომ ტაქტიკა აბსოლუტურად შეიცვალა, უფრო დამძიმდა. ფაქტურად ვიტყოდი, ეს არის მეორე მსოფლიო, შედარებადით შეიძლება მეორე მსოფლიო ომი, უბრალოდ გათანამედროვებული ტექნოლოგიებით და მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება აქვს. ადრე თუ იყო მეტი ეშმაკობით, ასე ვთქვათ, რასაც მეტი ხრიკები. ხრიკები და ხრიკები სახელმწიფო დონეზე, რომელიც თქვა მაგალითად მოდი ესე ვთქვათ და პირველი ვინ დაიწყო დრონების გამოყენება? უკრაინულმა მხარემ, ხო? ფაქტობრივად უკრაინელებმა შექმნეს დრონების შექმნეს რა? დაიწყეს მისი გამოყენება და ძალიან ეფექტურად. რუსებმა ეს აითვისეს და დააყენეს სამხედრო რელსებზე. ანუ დაიწყეს სახელმწიფო წარმოება ამ ფრინავი ობიექტების. გიო, მოდი ერთ წუთი გავჩერდეთ. ერთი წამით. უკრაინელებმა დაიწყეს დრონები. უკრაინელებმა დაიწყეს ამ დრონების გამოყენება პირველ ეტაპზე ძალიან ეფექტურად, ფაქტურად მოხდა სტაბილიზაცია, მერე უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რუსეთმა მოხდა ის, რომ აჰა, ჩვენ აი დრონები გამოვიყენეთ და წინა ვართ. მაგრამ რუსეთმა მოახდინა ამ ვითარების სწორედ გამოყენება, მან აი შეისწავლა და მარტო დრონების მიმართულებაზე არა, ბევრ მიმართულებაზე აკეთებს. ანუ შესწავლას, ანალიზის გაკეთებას და მერე უშვებს ესე რომ ვთქვათ სამხედრო წარმოების რელსებზე. ანუ დიდი ფაქტურად ქვეყანა გადაიყვანა სამხედრო წარმოების რელსებზე და ომის რელსებზე. და ეს მისი მანქანა მუშაობს დღესდღეობით, ვიტყვი რომ საკმაოდ დიდი იგივე დრონები რაოდენობრივად გააჩნიათ იქით ამ მხრიდანაც. ადრე თუ ჩვენ პრიორიტეტი ჰქონდა, უბრალოდ უპირატესობა ჰქონდა 1:100-თან, დღეს უკვე ფაქტურად თანაბრად ვართ რა, რაც შეეხება დრონების გამოყენებაში. მაგრამ ტექნოლოგიები იცვლება. აუცილებლად იცვლება მისი გამოყენების სისტემები. და ეს აუცილებლად როგორც კი გამოიყენება და წარმატება აქვს, აი მაგალითად ეს შეცდომა არ უნდა მოხდეს, რომ აი დრონები ხალხს მაგალითად აქ კითხვა, რომ აი სად მიდის მილიონობით დრონი, ხო? ისევ და ისევ ვიძახი, წარმატებას რომ მიაღწევ ამ დრონით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დრონი კარგია. კიდევ და ერთხელ ვიტყვი, რომ დრონს რო გამოიყენებ, კარგი დრონია, მუშაობს საღამოზე, ან მეორე დილას ის უკვე უარგისი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იცვლება სიხშირეები. სიხშირეები ყოველდღე ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ რა შეიძლება მოხდეს გარდამტეხი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს. ეს არის ჰაერის დაკეტვა, სრული დაკეტვა. ტექნოლოგიებში, ტექნოლოგიური წინ, ესე რომ ვთქვათ, უნდა გავასწროთ აბსოლუტური უპირატესობა. აბსოლუტური უპირატესობა. რაც შეეხება თქვათ არტილერიას, რომ აი არტილერია საკმარისი გააჩნია უკრაინას, ის თვითონაც აწარმოებს. მას აქვს ის შესაძლებლობა 155 მმ-იანი აწარმოებს. ხა დიდ ცვლილებას აღარ შეაქვს უკვე სამშვიდიანს, ხო? სამ ნაჯახს ეგრეთ წოდებულს. შვენიერი გაუბიცებია, მაგრამ
უკვე აღარ არის გარდატეხი. დღეს დრონი ასრულებს იგივე. სიტყვაზე ვიძახი, ადრე თუ იყო სიღრმითი დაზვერვა და ყავდა სპეცრაზმელები, ყავდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რომ დაზვერვის ვთქვათ ბატალიონები და ასე შემდეგ, რომელიც შედიოდნენ სიღრმეზე, დღეს ეს აღარ გჭირდება. ანუ შეგიძლია დრონი გაუშვა და გაფრინდეს და იქ დაჯდეს და ათვარიელოს. ანუ ადამიანის ფაქტორი უკვე ირიცხება. ასევე ამავდროულად ეს დიდ პრობლემას აქმნის კიდე ბევრ რაღაც მიმართულებაზე, ხო? ამიტომ ეს ყოველდღიურად, ყოველთვიურად იცვლება. უნდა, ანუ ვინც ამ ტემპს შეინარჩუნებს, ამას რა თქმა უნდა ეკონომიკური სიძლიერე სჭირდება. სიტყვაზე ვიძახი, აი ეს ხო კიდე ხსენებული, რომ ნატოს ქვეყნებს არ არის გათვლილი იმაზე, რომ ის რაოდენობა მიზნები მაგალითად უკრაინაში დღეში სიტყვაზე ვიძახი 3000-მდე საჰაერო მიზანი შეიძლება იყოს. ეს ოფიციალური სტატისტიკა, 3000 საჰაერო მიზანი. აქ FPV-ც არის, აქ თვითმფრინავიც არის, ვერტმფრენიც არის და ასე შემდეგ. ამ 3000 საჰაერო მიზანზე 3000 პატრიოტი რო გაუშვა, არც ერთ ნატოს ქვეყანას არ აქვს ამდენი. ხო, ეს ერთ კვირაში, ერთ თვეში დაუსრულდებათ ყველას. ანუ რაოდენობრივ ვისაც შეიცვალა. აქ შეშმაკე გამოიწვია უკვე ტექნოლოგიების განვითარება.